საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ახალციხეს ესტუმრნენ. თინათინ ხიდაშელმა და ვახტანგ კაპანაძემ ჯავშანს სატანკო ცენტრი დაათვალიერეს და ახალციხის ციხის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანს სატანკო სასწავლო ცენტრის კურსანტებს დიპლომები გადასცეს. უმცროს ოფიცერთა ტანკის მეთაურთა და მექანიზირებულ სპეციალისტთა მსმენელებს მინისტრმა და გენშტაბის უფროსმა კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს. დიპლომი 36-მა კურსანტმა მიიღო. ახალციხის ჯავშანს სატანკო სასწავლო ცენტრში კურსანტებმა 9-თვიანი მომზადების პროგრამა გაიარეს, რომელიც ტანკების, ჯავშან ტრანსპორტიორებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მართვას გულისხმობდა. სწავლებისას სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური, ტექნიკური და საინჟინრო მომზადებაც გაიარეს. საწვრთნელი პროგრამა ძირითადად საველე პრაქტიკულ სწავლებებს მოიცავდა. კურსის გავლის შემდეგ ოფიცრები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და სამსახურს შესაბამის თანამდებობაზე გააგრძელებენ. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა მესხეთმა მიიღო. ყოველი დღე, რომელიც ახალი განათლება მიღებული კურსდამთავრებულებით ჯარის შემატებას ემსახურება, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი არმიისთვის, მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლება და დიდი მოწადინება ქართველი ჯარისკაცების მხრიდან გახდის შესაძლებელი ჩვენ საბოლოო მიზნამდე მიყვანას ქვეყნის. ამიტომ წარმატებები მინდა უსურვო მათ და როგორც მიმართვის დროს ვუთხარი, ხელზე ნატოს სამკლაურები. მიხარია რომ საქართველოს შეღებულ ძალები იღებენ ნამდვილად ახალი ფორმაციის, ახალი გენერაციის ოფიცრებს, რაც ასე გვჭირდება ჩვენ შეღებულ ძალებს და დარწმუნებული ვარ, ზუსტად ეს ის ხალხი არის, რომელიც წარმატებას მოუტანს არა მარტო შეღებულ ძალებს, არამედ მთელ საქართველოს.